მერთო გევედრები და მეხმარე. სამსახურის გარეშე ნუ დამტოვებ. შვილს ვერ ვუღალატებ. სამუშაო ძალიან მჭირდება. გმადლობ შვილო. რა დაგემართათ? რატომ მოიწყინეთ? არა შვილო, ყველაფერი რიგზეა. შვილმა დამირეკა. პრობლემები აქვს. მის გამო ძალიან მდარდობ. მაგრამ სერიოზული არაფერია. ჩვენს პრობლემებზე ნუ ვღელავ. ჩემი გოგო ყველაფერს მოაგვარებს. გონულ ხანიმ. ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდად ვიყავი. დღეს კი თქვენმა სიტყვებმა იმედი გამიჩინა. დიდი მადლობა. ბაჰარ, ყველაფერი გულწრფელად გითხარი. მართლა. ვიცი. ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს. ამიტომ ძალიან მინდა რომ ჩემთან ყოფნის დრო გამონახოთ. ადამიანი მჭირდება რომელსაც ვენდობი და გამიგებს. თუ თანახმა ხართ და თავისუფალი, მინდა რომ ჩემთან იმუშაოთ. ამას ოფიციალურად გთავაზობთ. თხოვთ. ჩემო საყვარელო, როცა დაგჭირდები დამირეკე და მაშინვე მოვალ. ოღონდ მითხარი, ჩემი აკողნა სწორი იქნება. კი, სწორი იქნება. რატომაც არა. დრო იმ ადამიანთან ერთად მინდა გავატარო. კარგად რომ ვიცნობ. არ მინდა უცნობი ხალხი მოვიწვია. მომისმინეთ. უარი არ მითხრათ. არ გინდათ. ჯერ კარგად დაფიქრდით. აბა მიირჩით, თორემ გაცივდება. ამ სიცხეში ყოფნას გარეთ გავიდეთ, გავისეირნოთ. რა სიტყვი? სად უნდა წავიდეთ, არიქ? მთელი უბანი ცუდი თვალით მიყურებს. თავხეთს და ქურდს მეძახიან. წარმოგიდგენია? ხალხი ჩემ ზურგს უკან ჩურჩულებს და ჭორაობს. სამსახურში სხვა გზით დავდივარ. სეირნობისთვის არ მცალია. ქურდი არ ხარ და ყურადღებასაც ნუ აქცევ. ხალხზე ნუ ფიქრობ. არ ვიფიქრო? არ ვფიქრობ. მაგრამ დედა ძალიან დარდობს. ამ ცილის წამების გამო. თარეკ, ის წლების განმავლობაში წესიერ შრომობდა. მისი სახელი შეილახა. დედა ჩემის გამო ძალიან მწუხვარ, თარეკ. გონი დემირს ელაპარაკე, არა? ის ყველაფერს მოაგვარებს. შენს რეპუტაციას აღადგენს. თანაც უფასოდ. თარეკ, დემირის დახმარება არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოდ მცნობენ. ღმერთო, ასე რატომ დავისაჯე? გეგმები მქონდა, უცნებები. მინდოდა მქონოდა პატარა სახლი ბაღით. ჩვენი შვილები ბაღში ითამაშებდნენ. მხიარულად და წესიერად ვიცხოვრებდით. სახლი და ბაღი მესმის, მაგრამ ბავშვები რად გვინდა ჰაზან? ჯერ ბედნიერება ჩვენ არ შეგვიგრძნია და რატომ უნდა დავიტვირთოთ? შვილები ხელს შეგვიშლიან. ოდესმე შვილები ხომ გვაყოლება? უმასია. შვილების გარეშე არ შეიძლება. ასე ადრე იყო, ხალხი ქორწინდებოდა, შვილებს აჩენდა, ზრდიდა. ახლა ყველა თავისთვის ცხოვრობს. დააკვირდი, ყველა თავისთვის ცხოვრობს. რას ლაპარაკობ? გამოდის, რომ ტყუილად ვცდილობდით? დედა ჩემისგან მალულად დავქორწინდით, რომ ოჯახი შეგვექმნა. ესე იგი, ოჯახი არ გინდოდა, ასეა?
მე თორე შეცდომა დავუშვი. ეს გამაკლდა. ხაზან. დარეგე, ხაზანი თუ რა ქვია. შემოდით. ადვოკატებს შევხვდი და მოგვიანებით დაგვირეკავენ. მერე კი ვიმოქმედებთ. ჯერა რომ რაც საჭიროა, ყველაფერს იღონებ დემირ. დემირ. თქვენ სუბნან გონულ ხანიმს იცნობ? მან გაქცეული ბაჰარი შეიკეტლა. ო, ვიცნობ. ახლა აქ არის ბაჰრამა და პატიჟა. როგორი ქალია? ძალიან კარგი. რა მოხდა? როგორ ჩანს ბაჰარი დაუახლოვდა. მე შენია გონულმა მისი კეთილი ზრახვით არის სარგებლოს. არა. გონული ასეთი არ არის. შენ გონია რომ ყველა შენაირია. გონულ ხანიმ, რა სიტყვით? იფიქრეთ? თანახმა ხართ? ხომ თანახმა ხართ? დიახ. ძალიან მიხარია. მაგრამ გადაწყვეტილება ისუნ ხანიმა უნდა მიიღოს. დამთანხმდება ნუ გეშინიათ. ხომ. დემირ. გამარჯობა გონულ ხანიმ. ერთმანეთს იცნობ? ხო, მეზობლები ვართ. როგორ ხარ დემირ? ყველაფერი კარგადაა? დიახ, გონულ ხანიმ. თქვენთან? დიახ, ჩემთანაც. თხოვთ, საუზმობისას ამბობდით, კარგი იქნებოდა დამხმარეს თუ ვნახავდითო. გონულ ხანიმ სამუშაო შევთავაზე და დამთანხმდა. საქმეს დღეიდან შეუდგება. ძალიან გთხოვთ სწორად გამიგეთ, მაგრამ პროფესიონალია საჭირო. სჯობს ეგთანი ავიყვანოთ. რისთვის? გონი ეს კარგი აზრია ბაჰარ. შესანიშნავი იქნება. რა ყოჩაღი ხარ. რა კარგია. გილოცავთ. ოღონდ სამუშაო პირობებზე უნდა შევთანხმდეთ. როგორ ჩანს შეთანხმებას შევძლებთ? სერიოზულად ამბობთ? დიახ. კაბინეტში წავიდეთ. თხოვთ. ხაზან მომისმინე. არასწორად გამიგე. ნუ გწყინს. მინდა რომ ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენი სიამოვნებისთვის. რა არის ამაში ცუდი? შენ მითხარი რომ ჩემთან შვილები არ გინდა. დეტალებს ნუ ჩაეძიები. თარიქ სიმართლე მითხარი. გინდა რომ ერთად ვიცხოვროთ და შვილები გყავდეს. როგორ ჩანს არ გინდა. ხაზან მოიცადე. ხელი გამიშვი თარიქ. რატომ აიჩემე შვილების გაჩენა? ორსულად ხომ არ ხარ?
თხოვთ დაბრძანდით. მოკლედ, რამდენ სიტყვობთ? მე არ ვიცი ამისთვის რა სიხდიან აისუნ ხანიმ. რამდენსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ძვირფასო. საქმე ხელფას არ ეხება. ვიცი აქ რა მიზეზითაც ხართ. ბაჰარი გულუფრყვილოა და ადამიანებში ვერ ერკვევა. მე კი თქვენნაირებს კარგად ვიცნობ. სულელ გოგოს გადარჩენის ხაბარი მოუღებით და ახლა ამით სარგებლობთ. კარგი. მე ცენუ იუცნებებთ და ჩვენს მოტყუებასაც ნუ იფიქრებთ. ისე რატომ მეკცევით თითქოს თაღლითი ვიყო? საბედნიეროდ ფულს მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით ვშოულობ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ბაჰარმა დამპატიჟა. ნედავარი მეთქვა. ეს საუბარიც ხომ არ შედგებოდა. ნედავარ მოვსულიყავი. რა სირცხვილია. შეიძლებოდა თავაზიანად გეთქვათ, რომ სამსახურში არ აკავდათ. რა საჭირო იყო ქალის დამცირება? გონულ ხანი. მოიწმინეთ. აისუნ ხანიმის გამო ბოდიშს გიხდით. მან ქმარი დაკარგა და არ იცის რას ამბობს. არ მინდოდა ამ სამუშაოს დათანხმებულიყავით, რადგან აისუნ ხანიმი ძალიან რთული ხასიათის ქალია. თუმცა ასეთი უხეშიც არ მეგონა. ბოდიშს გიხდით. ჯერ ჩემს ხაზანს ქურდი დაუძახეს. ახლა მე თაღლითი, რის გამო შვილო? Niye bunlar hep bizi buluyor? რა დავაშავეთ? Niye ağlıyor Gönül abla? რა დირებს გონულ ხანიმს? Gelir be evlat. ყველაფერი ერთდროულად დაგვატყდა თავს. ეს არ დაგვიმსახურებია. მართალი ხართ. მეც გული მტკივა. Yine ne რა უთხრა თავხედმა? üzdü? ეს არის მისი ნამდვილი სახე. ასაკოვანი ქალი რა ადვილა და ატირა. Üzülme oğlum. ვიცი შვილო, შენ არაფერ შუაში ხარ. Her şey üst üste geldi. ძალიან გავხიზიანდი. Sinirlerim boşaldı herhalde. ამიტომ ვიყვირე და ვიტირე. Hadi kal sağlıcakla. Utanmıyor musun? ასაკოვანი ქალი აატირა. რამდენს ბედავ თავხედო. დაუგონულ და მელოდეთ გთხოვთ. მაბადიეთ გთხოვთ.
ამჯერადაც ყველა ზღვარი გადაკვეთა. გაწყენინათ არა? არ მესმის რა უფლებით ერევა ჩემს ცხოვრებაში. დედის სასაკის ადამიანთან მეტი თავაზიანობა მართებს. სიტყვები უნდა აკონტროლოს, ეს უპატივცემულობაა. დაივიწყეთ, კარგი? ცრემლები მოიწმინდეთ, ნუტირით. დემირი ჩემს ცხოვრებაში ვერ ჩაერევა, მართლა. წამოდით, მე დავილაპარაკები. საყვარელო, შენ არასწორად გაიგე. დემირი არაფერ შუაშია. ძალიან აღელვებული ვიყავი, ის კი მოვიდა, რომ დავემშვიდებინე. ამ თავხედს დამიხედეთ. ისე შეგაშინათ, რომ სიმართლის თქმის შეგეშინდათ. ცოტა ხნის წინ დამითანხმა, რომ ეგთანი მოეძებნა. ასეთი რა გითხრათ? არ ინერვიულოთ. სანამ თქვენ გვერდით ვარ, ვერაფერს დაგიშავებ, წამოდით. არა საყვარელო, არასწორად გაიგე. დემირს დიდი ხანია ვიცნობ, ზრდილობიანი ბიჭია. არასდროს მინახავს ვინმე უპატივცემულოდ მოქცეოდა. მას მხოლოდ ჩემი დამშვიდება სურდა, სხვა არაფერი. თუ დემირმა არა, ვინ გაწყენინეთ? ასეთ მდგომარეობაში რატომ ხართ? ხანი მეკენდი. რომელ სამსახურზეა საუბარი? თქვენი აქ მოსვლის მიზეზი კარგად ვიცი. თქვენაირებს კარგად ვიცნობ. გულუბრყვილო გოგო იპოვეთ. მისი გადარჩენის საბაბით ფულის შოვნა გადაწყვიტეთ. კარგი. სხვა თანხაზე არც იფიქროთ. და ჩვენი შეწუხება აღარ გაბედოთ. მითხარით, ვინ გაწყენინათ? არ დამიმალოთ. აისუნხანიმმა? დაივიწყე. ეს მნიშვნელოვანი არ არის. ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს დაუფიქრებელი ლაპარაკით გულს ვდგენთ. ასე ხდება ხოლმე. ამას ალბათ თავისი მიზეზი აქვს. დაუგონო, აისუნხანიმიც არ იყო წინააღმდეგი. მე დავითანხმებ. არა ძვირფასო, საჭირო არ არის. ჩემ გამოურთიერთობა არავისთან გაიბუჭო. კარგი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თქვენ გარდა არავის მივიღებ. ჩემო კეთილო გოგო, მოდი ეს თემა დავხუროთ, კარგი? როცა მოგინდება, მაშინ მოვალ. ყველაფერში დაგეხმარები. მაგრამ როგორც უფროსი და კარგი ჩემო ლამაზო, დამიჯერე ასაეჯობებს. დამიჯერე საყვარელო. მაბადიეთ. ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მოხდებოდა. რას ამბობ ძვირფასო? უკვე დამავიწყდა. თავარი შენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემო ლამაზო. ესე იგი დემირს უსამართლოდ მოვეკეცი. არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მასზე ნუ განაწყენდები. აუცილებლად შერიგდებით. არ ინერვიულო.
ახლა წავალ. სულად ხარ? ბავშვებით ამიტომ ხარ გადაცებული? რას ისულელეს ამბობ, თარიკ? რას ბოდავ? ურსულად არ ვარ. ეს საიდან მოიტანე? უბრალოდ ბავშვებზე ბევრს ლაპარაკობ, ვიფიქრე, ორსულად ხარ და არ იცი ეს როგორ მითხრა. ჩემი ლაპარაკიდან ეს დასკვნა გამოიტანე, თარიკ. მე სხვა რამე ვთქვი. მართლა ვოცნებობ, რომ ერთ დღეს შვილი გყავდეს. ის ადამიანი მქონი ვარო, რომელიც ასეთ სამარცხვინო გათვლებს გააკეთებს? ჩემო ლამაზო, ისევ არასწორად გამიგე. ყველაფერი სწორად გავიგე. ყველაფერი სწორად გავიგე, თარიკ. ახლოს აღარ გამეკარო. ეს გამაკლდა. ახლა მისი გულის მოგება უნდა ვცადო. მადლობა ღმერთს, რომ ორსულად არ არის, თორემ მართლა დავიღუპებოდი. ასე თუ ისე, ყველაფერი რიგზია. სხვენოდეს შერებ. დემირს უსამართლოდ მოვეკეცე, იმიტომ რომ ჩემი პროვოცირება მოახდინე. რა მოხდა? დემირს გონულხან იმისთვის არ უწყენინებია. პირიქით, მის დამშვიდებას ცდილობდა. მე ეს არ ვიცოდი. დავინახე ის ხალი როგორ ტიროდა და ვიფიქრე, დემირმა აწყენინა. ერთი წუთით. შემოდით. რა ხდება ის სომხანიმ? იქნება მიხსნათ. ბაჰარ, დამშვიდდი. არ ვიცი იმ ქალმა რა გითხრა, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გონია. ისე ცუდად იყო, საბრალო ძლივს ლაპარაკობდა. აშკარა არ მომაწყენინეთ. მისი წინააღმდეგი რატომ ხართ? ძვირფასო, წინააღმდეგი სულაც არ ვარ. უბრალოდ შენ გამოვღელავ. უცხო ქალს ვერ ვენდობი. შევთავაზე ერთმანეთი ახლოს გაგვეცნო, გველაპარაკა. მინდოდა შემემუწმებინა და მხოლოდ ამის მერე აგვაყვანა. როგორ ჩანს, სხვა რამის გამო გაბრაზდა. ადგა და წავიდა. სხვა არაფერი ყოფილა? არა. რა უნდა ყოფილიყო? მისმინე, სამსახურში ხალხს პირველად არ ვიყვან. ჩვენივრად ვიცი მათ როგორ უნდა ველაპარაკო. თუ ამ ქალმა არასწორად გამიგო, ეს მისი პრობლემაა. ბაჰარ, ჰარუნმა შენი თავი მე ჩამაბარა. ცდილობ ყველაფერი შენ სასიკეთოდ გავაკეთო. ეს არ დაგავიწყდეს.
გავგიჟდები. ნამდვილად გავგიჟდები. ორსულად ხარო, მეკითხება კიდეც. ჰაზან შვილო, რომელ ორსულობაზე ლაპარაკობ? მე არაფერი, ქუჩაში ის ქალი შემხვდა. დეიდა ხაირიე. ის ხომ სოფელში გადავიდა? ხო, გადავიდა, მაგრამ თავისი შვილის ორსულობის შესახებ გაიგო და დაბრუნდა. რა კარგი აბავია ჰაზან. ღმერთს ვთხოვ ჯანმრთელი შვილი აიყვანოს ხელში. ამინ დედა, ამინ. რაკენი, ბაჰართან იყავი? როგორ არის? კარგად. ფილაპარაკეთ გავერთეთ, ვიმხიარულეთ და წამოვედი. რაღაც დამწუხრებული მეჩვენები. მოხდა რამე? არა შვილო. არა საყვარელო. ბრალოდ ცოტა გადავიღალე. ცხადია დაიხლებოდი. ხან პოლიციის განყოფილებაში ხარ, ხან პროკურატურაში. ჩემო ლამაზო დედა. დედა, მოდი ყავას მოგიდუღებ, რომ თავი უკეთ იგრძნა. ჩემო ლამაზო, დედაზე როგორ ზრუნა. მომიდუღე. კარგი, შედი, ახლა მოგიტან. კარგი შვილო. დემირ, მე ბოდიშს გიხდი. არ ვიცი რა გითხრა. ასე არ უნდა მოუქცეულიყავი, შენთვის უნდა მომესმინა. ძალიან მწუხარ. არაფერია. ემოციის ფონზე ადამიანი ხშირად ვერ ხვდება რას აკეთებს. ხო, მაგრამ ჩემს აქციელს არანაირი ემოცია არ ამართლებს. უბრალოდ ბრაზისგან გონება დამებინდა. კონულხანიმი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, ვერ გავძელი. მაპატიებ? რა არის სასაცილო? ჩემი შეცდომა რომ გავაცნობიერე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ამაზე იცინი? ასეა? ეს არაფერ შუაშია. როგორ აგიხსნა? უცნაურად მოგეჩვენება, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ შენთვის ძვირფას ადამიანს ასე გამალებით იცავ, ვიღაც გამახსენა. ვინ გაგახსენა? რომელ დანაშაულზე მელაპარაკები, დემირ? ის მხოლოდ თავს იცავდა. ნურჯანს მისთვის და რომ არ ჩაერტყა, ის ნაძირალა მოკლავდა. ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ის სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმის განხილვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. თანაც ჯენგიზი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ამიტომ მე მისი ადვოკატი ვიქნები.
შენ გუშინ სულ სხვანაირად იქცეოდი. ახლა რა მოხდა? ჩემი საქციელი არ შეცვლილა ბაჰარ. მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. შენი აზრით ეს სამართლიანია? დაუცველი ქალის ციხეში ჩასმა სამართლიანია? თავისუფლება წაართვა ქალს, რომელსაც ყოველდღეს სცემენ, სამართლიანია? ძალიან ახლო მეგობარი გამახსენდა. ისიც ზუსტად შენნაირი იყო. უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძოდა. ნეტა ვიცოდე, როგორი ვიყავი. მსგავს სიტუაციებში როგორ ვიქცეოდი. ხო, თავი ვერ შევიკავე. როცა ატირებული ვნახე. მაპატიე. ბოდიშს გიხდი. ზუსტად ასე მოიქცეოდი. შენ ხომ მხოლოდ მეხსიერება დაკარგე. ხასიათი იგივე დაგრჩა. ხომ ასეა? მართლა ძალიან წუხარ. გმადლობ, რომ მიუხედავად ჩემი საქციელისა, ჩემზე შთაბეჭდილება არ დაგიკარგა. ეს ძალიან მიხარია. დედა, გავდივარ. თუ რამე დაგჭირდა დამირეკე. შვილო, ახლა ხან არ მოხვედი? სად მიდიხარ? დედიკო, ხომ გითხარი? ერთ მდიდარ ქალს კაბა უნდა შევუკერო. ზომებს ავუღებ. ესკიზებს შევქმნი და ვაჩვენებ. კარგი შვილო. ხაზან შვილო, ფრთხილად იყავი. თუ ის უსაქმური ისევ გზაზე გადაგეღობება, მაშინვე ზურგი აქციე და გაიქეცი. თავხედი. პროკურატურაშიც კი მოვიდა. ისე რომ არ შერცხა. ყოველი შემთხვევისთვის ფრთხილად იყავი. მერთი გფარავდეს. დედიკო, თავს გაუფრთხილდი, კარგი? ჩემზე ნუდარდობ შვილო. მერთი გფარავდეს. დროებით. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის, დედა. ნახვამდის, შვილო. დიდხანს მოგიწევს რეკვა, თარიგბეი. ჯერ გამაბრაზებს, მერე ბოდიშს მიხდის. რას მისიგნალებ, გაიარე? ნუ ჯიუტობ ხაზან, მიპასუხე. ჩინაზე არ მპასუხობს. ჩემს დაჟჯას ცდილობს. ახლა ამის დრო არ არის, ანტიკვარების მაღაზიასთან ვდგავართ. მერე დაელაპარაკე. სწორედ რომ კარგი დროა, ფულს როგორც კი ჯიბეში ჩავიდე, პრობლემაც გაქრება. ამ სასიხარულო ამბავს, რომ ვეტყვი, აუცილებლად მაპატიებს. თარიკ, გამოდმებით უსწრებ მოვლენებს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. შენმა ქადაგებამ დამღალა. რა, ტყუილია? საქმე ფულში არ არის. მალე სასამართლო გაიმართება, რომ დააპატიმრონ? თავარი ფულია, თუ საჭირო გახდა გაქცევაში კერძო თვითმფრინავით დავეხმარები.
ალო, ხაზან შენ ხარ? დიახ, აისუნ ხანიმ. ახლა სწორედ შენ ზარს ველოდი. მაპატიეთ სახლიდან ეს არის გამოვედი. ახლა ატელიეში მივდივარ. ქსოვილს ავიღებ და სუმების სასაღებად წამოვალ. მოდი, რა თქმა უნდა. ერთ საათში იქნები არა? დიახ, დროებით აისუნ ხანიმ. დროებით. შერეფ, სასწრაფო საქმე გვაქვს. ახლა ვეღავდივარ. რა საქმეა? ვინ დაგირეკა? ჩვენთვის ყველაფრის დეტალურად მოყოლას არ ვაპირებ. გეუბნები მნიშვნელოვანი საქმეა. როცა გეტყვი მივდივართ, ულაპარაკოთ წამოხვალ. კარგი, გასაგებია. მიდი. ერთი წუთით. სულ დამავიწყდა. დღეს ბაჰარი ექიმთან არის ჩაწერილი, უნდა წავიყვანო. ბაჰარს დემირი წაიყვანს. ჩვენ საქმე გვაქვს. ბაჰარზე მნიშვნელოვანი? ხო, შერეფ, მივდივართ. აისუნ ხანიმ. გადიხართ? საბუთებს ვინ გადახედავს? დემირ ძვირფასო ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოგვიჩნდა. მე და შერეფი ოფისში მივდივართ. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია ბაჰარი საავადმყოფოში წაიყვანო. შენთვის პრობლემა ხომ არ იქნება? არა, არ იქნება. დავიყვან თუ ბაჰარ ხანიმი წინააღმდეგი არ იქნება. წინააღმდეგი არ ვარ. ჩანთას ავიღებ. კარგად ხართ? კარგად ვარ. უბრალოდ თავბრო დამეხვა. ახლა დავბრუნდები. ბაჰარ ფრთხილად გთხოვ. ჯერ ისევ გამოჯანმრთელების პროცესში ხარ. ხედავ? თავს სუსტად გრძნობს. საავადმყოფოში გვერდიდან არ მოშორდე. გზაზეც ფრთხილად იარე. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის. საფრთხე არ შეუქმნა. კარგი. იმედია შეძლებ დემირ. ჩვენზე არ ეღელვოთ. თქვენ საქმეს მიხედეთ. დიდი მადლობა. შერეფ, ჩვენი დასვრის დროა. დემირთან გასაყოფი რა გაქვს, შერეფ? მესმის, რომ საავადმყოფოში იჩხუბეთ, მაგრამ ახლა რა პრობლემა გაქვს? სხვის საქმეებში ცხვირს ყოფს. ყველგან თავისი აზრის დაფიქსირებას ცდილობს. რატომ უნდა მომწონდეს? დანახვისთანავე არ მომეწონა. დანახვისთანავე. შერეფ, ასე იმიტომ გეჩვენება, რომ დემირი მკაცრი და ზედმეტად რაციონალურია. მე მას არ ვენდობი. მისგან ნებისმიერ მომენტში უსიამოვნებას უნდა ელოდო. არის რამე, რაც არ ვიცი. მსგავსი არაფერია, მოვრჩეთ დემირზე საუბარს. დაჯექი. პირველ რიგში ტონი შეცვალე. გვეჩქარება, გზაში ყველაფერს გაიგებ. მოთმინება, შერეფ, მოთმინება. თავი ვერ დამახწია. ბედი არ გწყალობს. ჩემი ატანა მოგიწევს. ფიქრობ გამიმართლა. სხვათა შორის იმ სილის მერე უვნებელი ვარ. დავიდეთ?
ჩეჩერდი, ახლოს არ მიხვიდე. აქრისთვის მოვედით. არ მეტყვია ისუნ. იმ გოგოს ხედა? გაჩენის დღეს ვაწყებლინებ. ისე უნდა დაასახიჩრო, რომ საკუთარმა დედამაც ვერ იცნოს. მისი სილამაზის კვალიც არ უნდა დარჩეს. მისმინე იცი? მომისმინე იცი? მინდოდა მეთქვა? ასე ერთმანეთს ნამდვილად ვერ გავუგებთ. კარგი, ჯერ შენ თქვი. მინდოდა ბოდიში კიდევ ერთხელ მომეხადა. იმედია მაპატიებ. ამდენი ბოდიში საჭირო არ არის. უბრალო გაუგებრობა იყო. ჩვეულებრივი ამბავია. მართლა მაპატიე? თუ ამას იმიტომ მეუბნები, რომ უფროსის ქალიშვილი ვარ. თუ ეს გულიდან არ მოდის, არ მინდა, რამე გაიძულო. მე დიდი ხნის წინ გაპატიე. შენი ბოდიში მიღებულია. შენზე არ ვბრაზობ. მართლა. ძალიან კარგი. გულზე მომეშვა. აი, სულ გაგიჟდი? სიტყვა აღარ დაძრა შერებ. გააკეთე, რასაც გეუბნები. შვიდად. მგონი დაქირავებულ მკვლელად არ აგიყვანი ვარ. ერთჯერადი გარიგება გქონდა და დასრულდა. იმ მომენტში საერთო მიზანი გქონდა. მსგავსი რამის თხოვნა აღარ გაბედო. დარწმუნებული ხარ, რომ მკვლელი არ ხარ შერებ. რამეა მიდიხარ. თუ გინდა რომ შვიდად იყო, ჩემთან პარტნიორობა უნდა შეინარჩუნო. იმოქმედე შერებ. არი დარდო, შენ საბანკო ანგარიშზე ძალიან მალე დიდძალი თანხა დაჯდება. გელოდები. ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია. შეშუპება ნელ-ნელა ქრება. 2 კვირის მერე შემოწმება ისე უნდა გავიაროთ. მეხსიერება რატომ არ მიბრუნდება? საერთოდ არაფერი მახსოვს. ასეთი მძიმე ტრავმის შემდგომ მეხსიერება სწრაფად ვერ აღდგება. დრო სჭირდება. ეცადეთ ისეთი რამ აკეთოთ, რაც თქვენს მეხსიერებას გააქტიურებს. მაგალითად? არანაირი სტრესი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გირჩევთ ფიზიკურად აქტიური იყოთ. ვარჯიშით, ცურვით დაკავდით. არ გადაიღალოთ. თქვენი ყოველდღიური რუტინით დაკავდით. თავარი პრობლემა ის არის, რომ ჩემი დღის რუტინა არ მახსოვს. ახლა ყველაფერი ოჯახზე და მეგობრებზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, თუ რისი გაკეთება გიყვარდათ. მეხსიერება დროთა განმავლობაში დაგიბრუნდებათ. მუსიკის, სუნის და გემოს შეგრძნებით. შესაძლოა უცებ გონებაში მნიშვნელოვანი მომენტები ამოგიტივტივდეთ. თავარია არ დანებდეთ. წონასწორობის პრობლემა ისევ გრძელდება, არ არჩევას მოგცემდით. რა უნდა გავაკეთოთ? არ გვეტყვით არაფერს. ესეც მალე გაივლის, წამალი დროულად მიიღეთ. კვებას და დღის რეჟიმს ყურადღება მიაქციეთ და მერწმუნეთ მდგომარეობა გაუმჯობესდება. და რაც მთავარია, აკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გიყვარდათ.
შერეფი მოქმედე. მითითება არ დაგავიწყდეს. მიდი შერეფ. მაჩვენე რა შეგიძლია. იდიოტო, შეჩერდი რა საკეთებ, დაბრუნდი. მშიშარა. ამის გამო პასუხს აგებ. ყველაფრის გაკეთება თავად მიწევს. როგორ არ გამიმართლა? ბროჩი კი არა, ჯართია, ფასი არ ქონია. თუნუქის ნაჭერში უფრო მეც გადაიხდიან. მაგის ფასი ეს არის, ტყუილად ევაჭრებოდი. იმედია ჩემს მოტყუებას არ შეეცადნენ. დავიჯერო რომ მეპატრონემ ამ ხელა ამბავით ჯართის გამოატეხა? იქნებ სულსხო ფასეულობა გააჩნია. დაივიწყე, ამით ვერ გამდიდრდები. ისევ ხელცარიელი დავრჩი. რას იზამ? ბროშს დააბრუნებ? დავეტყვი ჰაზან ეს ჯართი მე მოვიპარე და ვაბრუნებ მეთქი. რა სისულელეს ამბობ, დაფიქრდი. ამას არ ეტყვი, მაგრამ ეცადე როგორ მეაუხსნა, ჰაზანს ბრალდება უნდა მოეხსნას. ჰაზანი ჩემზე გაბრაზებულია. ჯერ შევურიგდები და მერე ვნახოთ. თუ გამოვუტყდები არ მაპატიებს. ეგ მართალია. კიდევ დაურეკავ, იქნება ახლა მაინც მიპასუხოს. ხედავ რა ჯიუტია. შემოდი. თხოვ. შეგიძლია უპასუხო. პრობლემა არ არის, ილაპარაკე. სასწრაფო არაფერია. ჩემი შეყვარებული რეკავს. ნაჩხუბრები ვართ. დილიდან ცდილობს შემირიგდეს. იჩხუბეთ? რა მიზეზით? საინტერესოა, თუ რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის. დაივიწყეთ აი სურჰანიმ. არ მინდა ჩემი პრობლემები თავს მოგახვიოთ. ბაჰარ? როგორ ხარ? რაზე ფიქრობ? ვერ ხვდები. კარგად ვარ თუ ცუდად? ცოცხალი ვარ. სუნთქავ, გული ფეთქავს. დავდივარ, ვლაპარაკობ. გარეგნულად ისე გამოვიყურები, როგორც ყველა. სრულიად ჯანმრთელი. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს უზარმაზარ სახლში გამომკეტეს და წყუდიაჩი ერთადერთ გასასვლელს ვეძებ. დემირ,
სახლში ნუ წავალთ. რატომღაც არ მინდა. მაგრამ ექიმმა თქვა, რომ დასვენება გჭირდება. ჯობდა სახლში წავსულიყავით და დაგესვენა. ამას იმიტომ მეუბნები, რომ ჩემზე ზრუნავ. მაგრამ დავიღალე იმით, რომ ბოლო დროს ჩემმა გივრად ყველა წვეცრისი გაკეთება მინდა. არავინ მეკითხება, მე რა მინდა. ასე მგონია, შუშის ქილაში გამომამწოდე ეს. ზოგჯერ სუნთქვაც შეუძლებელია. ბაჰარ, მაპატიე, მაგ განზრახვით ნამდვილად არ მithქვამს. ბოდიშს ნუ მიხდი. შენ მაპატიე, რაც დაგროვებული მქონდა ამოვთქვი. პრობლემა არ არის. მაპატიე, ამაზე არ მიფიქრია. რადგან სახლში არ მივდივართ, რაღაც საქმეები მაქვს, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჩემთან ერთად წამოდი. კარგი. დავიდეთ. ძირფასა მომიხები რა საქმიანობ. მინდა ახლოს გაგიცნო. თუ უკმაყოფილი დარჩი, შეგვეთებს ხშირად მოგცემ. იმედი მაქვს მოგეწონებათ აისუნ ხანიმ. თქვენთან სიამოვნებით ვიმუშავებდი. მაგრამ მოსაყოლი არაფერი მაქვს. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. შესაძლოა, მაგრამ შესაძლოა შენ ხარ არა ჩვეულებრივი. მომიყევი თავისუფალ დროს რასაკეთებ. ეთერთობი. ან სამსახურში ვარ, ან სახლში. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. სამწუხაროდ სამსახურის გამო დრო არაფრისთვის მრჩება. დედა მყავს, სულ ერთად ვართ. ერთად ცხოვრობთ. თქვი რომ შეყვარებული გყავს. მის მიმართ ნუ იქნები უსამართლო. ესიც შენ ცხოვრებაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს. ხო, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. თუ შენი ფასი არ იცის, დაშორდი. ახალგაზრდა ხარ, ლამაზი. სიყვარული კიდევ გეწვევა. არა, რას ამბობთ? მასზე გაბრაზებული ახლა ვარ. ის ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ესე იგი, ერთმანეთს მხოლოდ სიკვდილი თუ დაგაშორებთ. შეიძლება ასეც ითქვას. უპასუხე, ხაზან. შერეგებას არ აპირებ? არა, ისუნ ხანიმ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. უკვე რამდენი ხანია ჰაზან ჰანიმი ჩემს ზარებს არ პასუხობს. კიდევ დაურეკავ. თარეკ, მოითმინე. ტელეფონს ნუ აუფეთქებ. ასე არ გამოვა. ჩხუბით არაფერი გამოვა. უნდა შევრიგდეთ, თორემ მდგომარეობა გართულდება. ყველანაირად ვეცდები, რომ შევირიგო. ფიქრობ ამჯერად ძალიან არის გაბრაზებული. მოკლედ შენ უკეთიცი. რა თქმა უნდა ვიცი. ბიჭისგან, რომელსაც ცხოვრებაში შეყვარებული არ ყოლია, რჩევას ვერ მივიღებ. ასეა? გსხვენოდეს. ჩემ საქმეში ნუ ჩაერევი. წავედით. გამარჯობა, ერდალ ბეი.
მოგბრძანდი ძვირფასო დემირ. გამარჯობა. გაიცანით. ბაჰარი. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ბაჰარ, რამდენიმე ფირფიტას ვიყიდი, შენ კი მანამდე დაათვალიერე, კარგი? ხო. იცით, კარადაში ბევრი ფირფიტა მაქვს. ესე იგი, მათი მოსმენა მიყვარს. ფირფიტების მოსმენა მშვენიერი რამ არის. კარგი გემოვნება გქონიათ. გმადლობთ. აი, შენ შესახებ ახალი რამ გაიხსენე. გმადლობ. მიხარია აქ რომ მოვედით. რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დავრჩეთ. დრო გვაქვს. რომელი სიმღერა მოგასმენინოთ? იცით, თქვენი გემოვნებით ჩერთეთ. სეზენ აქს უმოვისმინოთ. Saklasa da sözlerim gizlemez derdini, gizlemez gözlerim deli gibi sevdiğini. İçimde bir sevinç var, senelerdir tatmadım. Bir burukluk, bir heyecan duyasıya yaşamadım. Ne kavga ne ümitsizlik, ne ağlaşan insancıklar, ne de başka düşüncem var. Bir duygu kasırgası bu sardı bütün belliğimi, karşı koymak neye yarar? Ne kavga ne ümitsizlik, ne ağlaşan insancıklar, ne de başka düşüncem var. როგორ ჩანს გამოიცანით. Bu sardı bütün belliğimi, karşı koymak neye yarar? ძალიან ნერვებს ვქნი. რამდენ ხანს უნდები? დაუჩქარე. მიდი. მერთო, ეს უნდა მოვხარჯოთ და ქილებში ჩავაწყოთ. კარგი იქნება საღამომდე თუ მოვაზრებთ. მერთო, ეს რა სასჯელია? დედა, ამდენი მურაბა რად გვინდა? სამნი ვართ. საქორწინოთ ხომ არ ვამზადებთ? ბევრს ნულაპარაკობ. ამას მხოლოდ ჩვენთვის კი არა, აისუნ ხანიმისთვისაც ვამზადებ. მაშინ გეთქვა, რომ აისუნ ხანიმის სახლში მოხვედრას ცდილობ. აბა როგორ? გურეგავ და სარსარ პასუხობს. ესე იგი თავი უნდა შევახსენო. ღმერთო ჩემო, თან მინახავ სახლში რამე საქმეები ხომ არ არის, რომ აისუნ ხანიმს დავეხმარო. ცხენიც მიმაქვს, ასევე ბაჰარზეც ვიზრუნებ. სამ საქმეს ერთი მისვლით მოვაგვარებ. ერთი გასროლით სამ კურდღელს დაიჭერა რა? იცი დეიდა, შენი უნდა ეშინოდეთ. ამას ქვია საზრიანობა.
ადამიანმა ჭკუა უნდა გამოიყენოს. დეიდან, შენ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებ, მაგრამ აი სუნჰანიმ შენთვის დრო აქვს? ალბათ ბაჰრა ჰანიმის მოვლითაა დაკავებული. ჩვენ ხომ ვიცით ეს რას ნიშნავს? გამოჯანმრთელების პროცესი რთულია, როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, ბაჰრა ჰანიმი მალე კარგად გახდება და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ჩემო გოგონა, რამდენი სირთულე გაიარე ახლა კი? ყველაფერი კარგადაა, თვალი არ გეცეს. ბაჰარმა კი აზროვნების უნარი დაკარგა. რა უხეში ხარ? ზედმეტი არაფერი წამოგცდეს, მათ სახლში რომ იქნები. ასე რატომ ამბობ? წამოგცდა. მინდოდა მეთქვა, რომ მეხსიერება დაკარგა. აზროვნების უნარი კი არა, იყო ფალაპარაკი, გაცქვენი. ნახე რამდენი საქმე გვაქვს. შენც რომ ლაპარაკობ არ ვცქვნი. შეხედე, რა კომშია. შესანიშნავი. ცოტა ხომ არ არის იქნებ კიდევ აგეღო. მთელი მაღაზია შეიცინეთ. ახლა რაღა უნდა გავყიდო. ნუ მეხუმრებით, ეს ყველაფერი მართლა მჭირდება. კიდევ მოვალთ. რატომ ჩქარობ? ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა? ერთმა სიმღერემაც შეიძლება რაღაც გაგახსენოსო. მე კი მინდა რაც შეიძლება მეტი მოვისმინო. ხო, მართალი ხარ. ჩანთა მანქანაში დამრჩა. კარგი, სხვა დროს ვიყიდი. არა უშავს, მე გადავიხდი. კარგი, ოღონდ ეს ვალია. მე რა დაგიბრუნებ. კარგი რა. მიიღე როგორც საჩუქარი. დიდი მადლობა. მანქანა სად არის? იმედია არ გავტეხე. როგორ ხარ? ტკივა? არა, მაგრამ ყველაფერი გავაფუჭე. ამოსით გინდოდა ჩემი მეხსიერების დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამოგივიდა. შეგნებულად დაგეჯახე. სხვა დროს გამომივა. მოგშივდა? გინდა ჭამა? ძალიან მშია. ხოდა წავიდეთ. საით, იქით? ხო. ამას რა უნდა ატელიაში? აზანი ახლოს რატომ არ მიკარებს? მადლობთ. ბევრი ვჭამე არა, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო. მეც მომეწონა, შეგერგოს. დესერტიც გვაქვს?
მაინც და მაინც ეს რატო? განსაკუთრებულია? ასეა? თანდათან მეხსიერება აღუდგება მუსიკის, გემოსა და სურნელის შეგრძნებით. თვალწინ წარმოუდგება განსაკუთრებული მომენტები. ეს ჩემი დის საყვარელი დესერტია. ჰაეროვანი ნიშე. უნდა მოგეწონოს. აბა გავსინჯა. ჩვენი დესერტი სად არის? ხომ გთხოვე რომ გადაგედო? დემირ, მაპატიე, დროზე არ მოხოდი და გავყიდე. მაპატიე. მაპატიე, გაუგებრობა მოხდა. შეიძლება მე წავიღო? შეიძლება? რას ნიშნავს წაიღოთ? გადადება ვთხოვე. გადადებას თხოვით, მაგრამ დაგაგვიანდეთ. მე კი ვიყიდე, მაპატიეთ. უკაცრავად, მაგრამ ჯერ არ დამიგვიანია. როგორც ხედავთ, აქ ვარ. ღმერთო ჩემო, ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია. ნამსხვარი უკვე ვიყიდე. ფულიც გადავიხადე. მურჩა, ხურდა დაიდოვეთ, გმადლობთ. დღეს არ გაგიმართლათ. შეჩერდით. ვალდებული ვარ ეს დესერტი ვიყიდო. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. მართლა. რა უაზრობა? ერთი მოусმინეთ. ძალიან გემრიელია. გმადლობ რომ შეუკვეთე. გადავწყვიტე რომ მოგეწონებოდა. მართლა მომეწონა. შეუდარებელია. ძალიან გემრიელი. მართლაც შეუდარებელია. ჰაზან, თხრობა არ დაგისრულებია. შეგიძლია ბოლომდე მენდო. როგორც უფროსი დარჩევას მოგცემ. კარგი, მართალი ხართ. ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მოსაყოლი ძალიან ბევრია. მე და ის ფარულად ვხვდებოდით. უიცადე სხვა ხალი ყავს? სხვა უყვარს? არ არის ამბობთ. მსგავსი არაფერია. ჩემ გარდა ვერავის ამჩნევს. ლამაზმა ქალმა რომ ჩაიერო, ზედაც არ შეხედავს. ბევრ გოგოს მოსწონს, მაგრამ მას მხოლოდ მე ვუნდივარ. ჩვენი ცხოვრება რომ აწყობილიყო, უკვე შვილებიც გვეყოლებოდა. ასე ძალიან უყვარ ხარ? დიახ. დარწმუნებული ვარ, ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ პრობლემები გვაქვს. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. იმის გამო რომ დედა ჩემმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის. რა კარგი სიურპრიზი მომიწყე. ამდენი წლების დაგადატანილი უბედურების მერე მადლობელი ვარ. წინასწარ არ დამიგეგმავს, მაგრამ მიხარია რომ მოგეწონა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. არაფერს.
წავიდეთ? წავიდეთ. ბაჰარ რა მოხდა? სონი გახსოვს? დემირ არ მახსოვს. წამიერად ორებაში რაღაცამ გამიელვა, მაგრამ გაქრა. როგორც არ უნდა ვეცადო, არაფერი მახსენდება დემირ. ნუ ველავ ჯერ ცოტა დროა გასული, ნუ ჩქარო. მალე ყველაფერი გაგახსენდება. დამიჯერე. რომ არ გამახსენდეს, რა მეშველება? მეხსიერება არასდროს რომ არ აღმიდგეს. სულ ასე რომ ვიყო. ამაზე ნუ ფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოგვარდება. თუ შენ მოინდომებ. როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? ხო. რა ვქნათ, წავიდეთ? ხო. ისევ მირეკავს? დედა. მაბადიეთ, აისუნ ჰანიმ დედა რეკავს, შეიძლება ვუპასუხო? რა თქმა უნდა. გმადლობთ. გისმენ დედა. შენ გამოვხელავდი. დავრეკე რომ გავიგო სათხარ. დედა, ხომ გითხარი განსაკუთრებულ კლიენტს ზომებს ვუღებ. უდარდობ დედა, როგორც კი მოვრჩები, მაშინვე წამოვა. კარგი, მალე გნახავ. აისუნ ჰანიმ, მე რაღაც მინდოდა მეკითხა. დედა სახლში მარტოა. თან ძალიან დარდობს. არ მინდა მარტო დავტოვო. შეიძლება ხვალ საქმე გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა. ასე მოვიქცეთ. ხვალ გავაგრძელოთ. ძალიან კარგი. ყველაფერს მივალაგებ. ხვალ მოვალ. თქვენ არ შეწუხდეთ, თვითონ გავალ. ნახვამდის. ხო, წადი. ხვალ კი დავასრულებ იმას, რაც დღეს ვერ მოვასწარე.
წარმატებული დღე. გმადლობ. მეკონა ახლა ისუნხანებთან ერთად იყავი. ცოტა ხნით გავედი, საქმეები მქონდა. ბაჰარი დაბრუნდა საავადმყოფოდან. არა, არ დაბრუნებულა. რა უცნაურია. უნდა დაბრუნებულიყო. დიდი დრო გავიდა. სად არის? არ ვიცი, ეთყობა შეყომდა. ასე რატომ დარდობ? სად არის? მე მგონი იქ არ არის. ნუ თუ ეს თარიკ. აქ რა საკეთებ? ვერ ხვდები რა მოხდება დედაჩემი თუ დაგინახავს? არაფერი მოხდება ხაზან. რატომ მეკცევი ასე? ზარებს არ პასუხობ, მოვედი რადგან შენ გამოვღელავდი. ჩემ გამო ნუღელა. შეიგნე ორსულად არ ვარ. დამშვიდდი. რა სისულელეს ამბობ? ცოტა ხნით მომისმინე. მაპატიე, მაგრამ შენთან ლაპარაკი არ მინდა. თირფას ვასე ნუ იქცევი, ყველაფერს რატომ აზვიადებ? ვაზვიადებ? მე მგონი არ გახსოვს რა მითხარი. ჩვენ დაქორწინებულები ვართ. შენ კი გეშინია რომ შვილები გვეყოლება. არ მეშინია, საიდან მოიტანე? ოღონდ ახლა ამისი დრო არ არის, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჯერ ცხოვრება ავიწყოთ. საკმარისი ამდენი ლაქლაკი. არაფერი გამოგვივა. ჯერ ვერ შევძლებთ ცხოვრების საწყობას. მუდმივად ხრუბლებში დაფრინავ და უცნებობ. ამან დამხალა თარიკ. მართლა დავიღალე. მილიონობით პრობლემა მაქვს და ვერ გადამიჭრია. ახლა წავალ. ჯერჯერობით ურთიერთობისგან თავი შევიკავოთ. რას ნიშნავს თავი შევიკავოთ? თარიკ, ხელი გამიშვი. გამიშვი. მოიცადე ერთი წუთით. თარიკ, მტკივა. გმადლობ. შენც გმადლობ. ვიცოდი რომ დემირი კარგი ადამიანი იყო. ოპერაციის მერე ჩემი ბახარი პირველად იღიმის. რა სჭირს? გეგონება საყვარელი ქალი წაართვეს. ნახვამდის. ნახვამდის.
დემირ, ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე. თავიდან ძალიან მაღიზიანებდი. შენიშნე. მაგრამ ისეთი არ ყოფილხარ, როგორიც მეგონე. ამის გამო ბოდიშს გიხდი. ბოდიშს ნუ მიხდი. დღეს თავი კარგად ვიგრძენი. შესანიშნავი დრო გავატარე. დავისვენე, რისთვისაც მადლობელი ვარ. გმადლობ. მეც ნასიამოვნები ვარ. მიხარია. მე ტახში წავა. ნახვამდის. ნახვამდის. ახმოვანებულია ტელეკომპანია